მოგესალმებით ილობერიშვილის ღამის შოუ და გაცნობებთ რომ ხვალ 14 დეკემბერია, რაც იმას ნიშნავს რომ ცუდი ჰაბიტუსის კოცები აირჩევენ კარგი ჰაბიტუსის მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად. რომელიც ინაუგურაციის დროს კონსტიტუციაზე დაიგინებს რომ არ დაემსგავსება წინაურ პრეზიდენტს. აი ესეთი ორიგინალური ინაუგურაცია გვექნება. მოკლედ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ტრუკი ჩაგვიტარა და მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. აჰა თუ არ ფასდება შენი ნიჭის ქვეყანაში. ყაველაშვილმა მეგობრებო პარლამენტში იმდენი იჩხუბა და იმდენი იგინა რომ კი გამოკრა ხელი ამ პრეზიდენტობას. ანუ ბევრი რამე კი არ გჭირდება. კარგად გულიანად შეიგინე და მორჩა. ისე კარგი არჩევანია ბატონო ბიძინა. აი ნახეთ, ვისაც წიგნი ქონა წაკითხული, იმ პრეზიდენტმა აშკარად არ გაამართლა. ხო და იქნება და ყაველაშვილმა მაინც გვიშველოს. მე მგონი სწორი არჩევანია. რაღაცა მხრივ არც ყაველაშვილია მთლად გაუნათლებელი რა. სხვათა შორის მაგის ბილდ სიტყვაობის 8 ტომეული 22 ქვეყანაში ითარგმნა უკვე. ბესტსელერებია. დინარაძემ ყაველაშვილი არის ეროვნული ადამიანი და მისი მოქმედება ეროვნულ ინტერესებს მაქსიმალურად მორგებულიაო. აბარა იაივო მამუ ასე კი არ იგინება. ამის დედას აი ესე იგინება, გესმი? ქართულად და ეროვნულად თქვა. აი ესე რო გაგაჟრიელებს კაცტანში და ცრემსაც ვერ შეიკავა. აი ეგეთი პრეზიდენტი ყავს ახლა. ჩემო ყაվել, აი ნახე რა არის, მე მესმის შენი, მესმის. აი სადაც არ მესმის არის ეს, კაი ბიჭო. ბიძინა მოხუცდა, კაი, ასაკშია და დაგასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად, მაგრამ შენ რატო შენ რატო? რად გინდა? თავრობა ამბობს რომ აქციის მონაწილეები ნაცები არიანო. ხო და აი კოცებს მინდა მიმართო, კაცო. ცოტა ტვინი ხო უნდა დაატანოთ რას ამბობთ. ამდენი ხალხი თუ ნაცია, მაშინ ხო მართლა ვერ მოგიგიეთ ეს არჩევნები და რად გინდათ ეგეთი განცხადებები არ გინდა. ამ დაძაბულ ფონზე დინარაძემ ძალიან ინერვიულა როგორც ჩანს და განუხტვის მიზნით გააკეთა სწორი განცხადება. გადაწყვიტეთ რომ სიგარეტზე გაძვირდეს აქციზი 20 თეთრით და აიქოსზე 15 თეთრით. ეგრე რა შეკაიკაცო, всё? მოგვარდა ყველაფერი, დავიშალეთ ეხა რაღაც გავართ ამ სიცივეში. წავედით სახლებში. გავიტანეთ ჩვენი. ისე ჯიგარია სხვათა შორის მდინარეზე, აი დაუკვირდით ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს ის. ნუ უფრო სწორად როგორ გიხართ, აბალანსებს ჩვენ ჯანმრთელობას. იცი რა, ნახეთ, აქციებზე ხო გვირტყავენ დაუნდობლად, მაგრამ სიგარეტს აღარ გვაწევინებენ. აჯობია ესეთ ურთიერთობას. ერთადერთი რამ, რაც ამ ყველაფერში მომწონს, აი ყველაზე მეტად რაც მომწონს და რატომაც ღირდა ალბათ ეს ყველაფერი არის ის, რომ გამოჩნდა, რომ ძალიან მაგარი ქრისტიანები ვართ და ეკლესიურად ცხოვრობთ. იმიტომ რომ აბა დაფიქრდით ეხლა აი ამ ძიმე მარხვის დროს, რომ ხარება გიტყავს. არ არის მადლი. ამაში მადლი არ არის. საპატრიარქოდანაც დაურეკეს თურმე ბიზნეს კაცო, ასეთი სისასტიკე არ შეიძლება კაცო ხალხის მიმართ. სახარება მაინც არ გაქვს წაკითხულიო და ბიზნესა, უი, არ ვიცოდი ხარება თუ მწერალიც იყო. საცხოვრებთ. მომიტინგეებმა რომ მაშხალები ესროლეს სპეცრას, ბიზნეს გაღვიძებია შეშფოთებულს, კაცო ეს რამდენი ხანი მიძინია, ახალი წელია უკვე. მოქმედმა პრეზიდენტმა კი დააჯილდოვა აქციებზე დღე და ღამე მყოფით ან დაზარალებული კრიტიკული მედიის ჟურნალისტები და ოპერატორები. ნუ ამაზე ინერვიულეს როგორც ჩანს მთავრობის პროპაგანდისტმა ჟურნალისტებმა, მაგრამ მათ შეხვდა მამუკა მდინარაძე და შეპირდა რომ მათთვის რუსეთიდან შემოიტანს უაქციზო სიგარეტს და 20 თეთრიანი გაძვირება მათ არ შეეხებათ. მამუკა დიოტო შენ, როგორ იცის ხოლმე სიურპრიზები და გაკვირვებები როგორ უყვარს ხოლმე. დიოტი. სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა პარიზში, სადაც ტრამპს და მაკრონს შეხვდა და ნუ ამაზე კობახიძემ კი არ შეხვდა, შემთხვევით დერეფანში გადაეყარაო. და რა ვიცი ხა ჩემო პრემიერო. იცი რაც გეტყვი, ჯობია დერეფანში გადაგეყარო სოფლიოს ლიდერები და დაგელაპარაკონ, ვიდრე შესახვედრად ჩახვიდე და ხელი არ ჩამოგართვან. იშ! რა ვიცი, აღარაფერს გამორიცხავ რა. სადაც ეხა პირველი არაკონსტიტუციური საპარლამენტო ხდომის დროს ლადო კახაძემ ივანიშვილის ხელი ჩაიხუტა და მოეალერსა. ნახოთ ფოტო. სხვათა შორის თურმე იმ დღეს სახლში მისვლა დააგვიანდა ბიზნეს. კაცო, კახაძის მოშორება არ არის მაუ მარტივი ამბავი. სოლოლაკის აღმართამდე ქონდა თურმე ეს ხელი ჩაყუტებული და ბოლოს რაღაცნაირად აი მოსახვევში გაიხვა ესე რა.
სიყვარულო ძალა შენსა. მაკრონმა დაურეკა ბიზნეს და ბიზნამ ჟეტრუდ ლარმონე მეკრონ რაღაცა და კაი დამტამჯავ ხა შენი ფრანგული თუ ზმახარ ვილაპარაკოთ ქართულად. ისე წესით ბიზნეს კაი ფრანგული აქცენტი უნდა ქონდეს. Autre de mais c'est trop du temps. Je le penserai du pas. მაკრონმა მოთხოვა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება ბიზნეს უთხოვს იცი რას გეტყვიო გამათავისუფლებენ პუტინისგან და გავათავისუფლებ მეცო აი ეგეთი რაღაცა ბოლოს მაკრონმა უთხრა ბატონო ბიზნა რომ გესაუბრებით ჩემი ხმა რაღაცნაირად მიბრუნდება და რა ხდება ეს ტელეფონს რამე ხო არ ჭირსო და ბიზნამ ლილუაშვილო დააკიდე ბიჭო ყურმული და იცოდე შინაური და გარეულიო რა არის ეს ყველას მოსმენა მართლა მოკლედ მეგობრებო მე მინდა რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მღვიდობა ну აბა ეხა ყველა სხვა სიტყვა რა ვიცი აი მშვიდობა ოცნება იმედი კეთილდღეობა ღირსება სიმართლე სინდისი ნამუსი ისე გააბანძა ამ მთავრობამ ახალი სიტყვის გამოგონება დამჭირდა და ვიძახი მე მინდა ჩემ ქვეყანაში იყოს მღვიდობა მაკრონ მღვიდობა ახლა ჩვენს ეთერში პოლიტიკური პოეზიის დროა მას ასე ვლადიმერ კვახაძე და ბიძოს ხელი სმენას მოვითხოვ ამ წუთა საქმე ჯიბე რითმებით უკვე ამებსო მინდა ღვთისკაცის სადიდებელი ოქროს სიტყვების ხმალი ავლესო მინდა მოგიყვეთ ლექსი ღვთიური უნდა მოგპაროთ უცებ წუთები ისე ვერ ვიტყვი ბატონ ბიზნას ხელს ტკბილად თუ არ ჩავეხუტები მიგოძეთ ბატონო მიწახელი ბატონო ჩემო ძალიან მინდა უსარმაზარი ყანწი დაგლოცოთ თუ შეიძლება ნება მიბოძეთ ამჯერად ხოლოდ ხელზე გაყოცოთ თაფლივით არის შენი ხელები ვერ რავუდივარ ამ სიტყვას მარტო მე შინია რომ ამდენი კოცნით მე დიაბეტი არ დამემართოს თელი თაობა შენ შემოგხარის ნინო ირაკლი კახა ლევანი სამი ღვთაება შეხვდა ქართველებს ენა მამული შენი მტევანი ბევრი სიკეთე შექმნა ამ ხელმა ზოგი იმისთვის ზოგი სამისთვის უცნობებისთვის ნაცნობებისთვის და უამრავი კიდევ ხალხისთვის ოხოთ ბიბძანეთ რამე სურვილი ფეხქვეშ გაგიგებთ ენზელებს იებს და ამ ლამას ხელს მე ვეხუტები ისე როგორც თქვენ დიდ მაგნოლიებს გინეკოლოგად დავბერდი კაცი ჩემთვის შრომობდი და ვრუდუნებდი კიდევ კარგი რომ გამოვაფხიზლეთ წლები ერთ რამეს რაც ვუღურებდი მადლობელი ვარ რომ შემიყვანეთ წმინდა პარტიულ დიაციაში მალე გვეცხოვროს მთელ საქართველოს ივანიშვილის დინასტიაში ჭკუა სადაქვთ ოპოზიციას დიქტატურაში ბრალს რომ დებენო როგორც შვილს მინდა მოგიელესო ჩემო პატალა გამკალბებელო დაუფასდება ვიც კი იქნება შენი მონა და ერთგული შნირი დიასპორაში ზარქუას ნიშნა ვიპრეზიდენტებს ყაველაშვილი ცოტა მეწყინა რა მოხდებოდა საპრეზიდენტო დამედო ფიცი რა დამიწუნეთ მეც ქართველი ვარ ულვაში მეც მაქვს გინებაც ვიცი კაცი მაღალი უხვი დაბალი თანაც დაბალი მაგრამ მაღალი რას პოდიალო თვითონ არ ვიცი შენ სიყვარულში არ მყავს ბადალი კაცი ქმარი კაცი მამა ხერხემალი თეძო გავა თვით პინგვინი კაცი ზებრა იმერული ჯისის სკვერნა თუ შეცოდე მაპატიეთ მე მზადა ვარ დამარბიეთ ძირფასო მაყურებლებო დღეს გადაცემაში სტუმარი არ გვეყოლება რადგან ყველა რუსთაველზეა იმიტომ რომ დღეს იქ დგომა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე აქ დგომა დამეთანხმებით ალბათ ამიტომ გთავაზობთ ჩვენს მიერ შექმნილ ნომრებს რომლებიც დღემდე აქტუალური არის ისი ამონა ის რა იყო შეგაცო დინარაძემ დილაუთენია რო წამოყარა მთელი ადმინისტრაციული რესურსი და გამოაქანა თბილისში ჰა ხო როცა ოპოზიცია შემომიტევს ასე ჩამოყავს ხალხისო დილაუთენია თუ არა აყენე და ჩამოიყვანე გამოფხიზლებამდე პირის დაბანა თუ მოგასწრო და შეხედა ქვეყანაზე რა ხდება ვინ ჩამოვა მერე დამით საქმეც დაზარალდება
საქმე თქვა რომ ამბობ, ხალხს ვფიქრობ და მათ კეთილდღეობაზე ვზრუნავ. და ვინც თქვენ წინააღმდეგ წავიდა და სამსახურში პრობლემები შეექმნა, ეგეც ხალხს ეზრუნვა, ხო? აბა რა ვაგონია შენ? კაცი რომ შიშ და მოკრძალებას დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ. არ იცი ზოგიერთმა რა თქვა ჩემზე? არქიფო, სწორედ იმდენ ხელფას გვაძლევს, შემშილით რომ არ დავიხოცოდო. დიდ ხელფას და კარგ ცხოვრებას მოაქვს ევროპისკენ სწრაფვა და უზნეობა. თქვათ და მივეცი ხალხს მაღალი ხელფასი. უფრო მეტი მოუნდება მერე და რომ აღარ ექნება, აი მაშინ გაუბედურდება. ჩამოვა მერე თბილისში და ჩემს საწინააღმდეგო აქციებს მოაწყობს. რა გამოდის ახლა აქედან? ხალხისთვის კარგი თუ გინდა, არ უნდა დაასაქმო და სოციალურ დახმარებაზე უნდა აცხოვრო. რატომ არის ხალხი ჩემზე გაბრაზებული? კარტოფილი და ხახვი დაურიგე 5 კილო წინარჩევნებზე. წაიღო სახლში, ზოგი შეწვა, ზოგი მოხარშა, კარგად გამოძღა, გამოიხედა თვალებში, გაუნათ და გონება და მაგიტომ არის დაბრაზებული. ერთი კილო ხახვი უნდა მიმეცა და არ დაბრაზდებოდა. რომ ამოეწვებოდა კუჭი, მაშინ მიხვდებოდა თავის შეცდომას და სხვებისთვისაც მაგალითი იქნებოდა. სწორ დროს სწორი სვლა ჩემზე კარგად არავის არ შეუძლია. ხალხზე თუ არ ვიზრუნებ და მათ კეთილდღეობაზე არ ვიფიქრე, აღარ ისთვის ვარმე. ხალხს თუ უთხარი თავისუფალი ხარო, რას გეტყვის თუ იცი შენ? თავისუფალი თუ არ, მაშინ არ წამოვალ აქციებზეო. ადმინისტრაციული რესურსი ხარ თუ უნდა უთხრა და მორჩილად გამოყვება სადაც გინდა. ოღონდ პირდაპირ კი არ უნდა უთხრა. შეფარვით, გარაგმით. პრემიერ ვასინეთა, შემოდი ახლავე ტკიპასავით რომ იკვრი ხარმაკარებს. დამითვალე და ჩამომიანგარიშე ხო ნათქვამი? იცოდე, ჩემს გარეში არაფერი გამედო თორე ნაობახჩი გიკავ თავს. რატომ ისმენდი? თქვენ არ გისმენდით, იმას უსმენდით. ამის ნათქვამს მე შენზე ნაკლებად გავიგონებდი თუ რა? იგეიგონებდით, მამა და მარჩენა რო გეიგონებდით, აბარა სიზაბდით. ბარა ორი კაცი რო გეიგონებს და ვიხდება, ერთი კაცი გეიგონებს და ვიხდება ამას. ოკაი. მიბატიებია. წადი ახლა ბრიუსელში და შარმიშელს შეაპარე ლაპარაკში საქართველოში ევროპული მომავალი იმიტომ დასაჯეს თქვა ევროპელების ჩემ დასაქცირებაზე ნალაპარაკები არქიფოსთან ნიუტანია ოპოზიციას თქვა და თუ შარმიშელი არ დაგვწა სახლში შეიარე ოპოზიციასთან და შეაპარე ოპოზიციონერების ნალაპარაკები არქივოსთან ევროპელებს ნიუტანია თქვა. ვერ გეიგე ხო? უგოღმა ასინეთა ეს, უგოღმა. წადი ახლა. ასინეთა რომ გავაგზავნი ახლა ტყუილების სათქმელად. ხომ ასე გამოვიდა? მაგრამ სინამდვილეში ღვთისმიერ საქმეს ვაკეთებ. ოპოზიციას და ევროპას ნდობა აღარ ეკნებათ ერთმანეთთან. მოერიდებიან ერთმანეთთან პირის შეკვრას და ვეღარ გამოუფიქრებენ. ბრალი ჩემი რომ
ასეთი ტრიუკების კეთება მიხდება და გაწამებული ვარ. მაგრამ ხალხისათვის სიკეთის კეთება ძნელია. შენ თვითონ თუ არ დაისაჯე და დაიჩაგრე. ასია ეს. სიზმრად ნახე ახლა ჩემი ქვეყანა მოგიყვებით რამბები ხდებოდა ყველა სახეზე ღიმილი ეფარა ხალხის გული სიყვარულით თბებოდა ახალგაზრდა მოხუცი თუ პატარა ბედნიერი ცხოვრებისგან ტკბებოდა რანინა რანინა მოყვარე ქართული ღვინით თვრებოდა ჩვენი მტერი ფოღმით გულზე სკდებოდა ევროპასთან ღიათ იყო კარები ხელფასებად ევროები ცვიოდა არვის ქონდა გაქცევაზე თვალები ხალხი პირიქით აქეთ მოდიოდა უკვე მშრომელ კაცს კი აღარ შიოდა ბევრი ფული ხელში ამოდიოდა რანინა არვინ არაფერზე აღარ ჩიოდა სიმდიდრე დუღდა და გადმოდიოდა ბიუჯეტი უსაშველოდ გაზრდილი ჩინოვნიკის მუცელი კი პატარა ქვეყნის სამსახურში იყო დაღლილი რადგან მთელი დღე ხალხთან გაატარა სიკეთისგან ჯიბე ქონდა დაცლილი ქართველების გულები გაახარა რანინა ცუდ საქმეში აღარ იყო გასვრილი ყველა ცუდი სულეშმაკს გაატანა რა მოხდება ცხადშიც ასე ვიცხოვროთ აღარ გვინდა ერთმანეთის ჭამასმა ყველამ ჩვენში კარგი მხარე ვიპოვოთ დამწარედლან ზღვა შეცვალოს კამათმა წყენაბრაზი გულიდან მოვიშოროთ ერთად შეგვიძლია წელში გამართვა რანინა ახლა ყველას უნდა დაგემშვიდობოთ უცებ ძილმა თავი ისე წამართვა ბედნიერ სამშობლოში რომ ვიცხოვრო სიზმრის გარდა ახლა შანსი არ მაქვს სხვა თითი მომყვა. აუ ერთ შეკითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება. ბატონო ზუიად, გეხვეწებით გითხარით დღევანდელი დღის ბრძანება რა გაქვთ სპეცრაზმელებს? დღესაც უნდა დაშალოთ ახალგაზრდები? არაფერი არ უნდა დავშალოთ, აი. აი მე ხელი მეთკინა რა გჭირთ ვერ გავიგე გამეცით პასუხი თუ შეიძლება რა. ბატონო ზუიად, აი მე ხელი მათკინა თითი მომყვა. ბატონო ზუიად, ერთი წუთით ბატონო ზუიად, ვინ მოგცათ უფლება რომ დაგერბია ჩვიდობიანი მომიტინგეები? თვითონ მე თვითონ. და ერთი წუთით თქვენ გაქვთ მე ამის უფლება? მე უფლება მოსილას მეძახნე ბავშვობაში, გაძიერ რა. აი მე თითი მომყვა ბატონო ზუიად, რა ხდება? ხელი მეთკინა რა. და უკაცრავად თქვენ ნასვამი ხო არ ხართ ან სხვა რამე?
რა სხვა რა მე ხლა რას გადრულობ შენ უკაცრავად ხელი მეტკინა რა გჭირს მომამტორია ხელი რა მაშინ უკაცრავად უბრალოდ ნასვამი ხომ ხარ არანაირი ნასვანი არა ვარ უბრალოდ დაღლილი ვარ რა ქიზელი ვარ სრულიად რა აი მე ბატონო ზუიად ხელი აღარ მაქვს უკვე რა გჭირთ ვერ გავიგეთ არა მაინტერესებს ბატონო ზუიად თქვენ სპეციალიზმებს ნიღბები რატო უკეთიათ უკაცრავად ვირუსის ეშინიათ თუ მომავალი ხელისუფლების ხელისუფლების ვირუსის ეშინიათ რა გაი რა ეხლა გაწიე რა გჭირთ ვერ გავიგე როგორ იქცევით კაცო არ არის მე მგონის ნორმალური საქციელი და ბატონო ზუიად თქვენ ხარებას რატო გეძახიან გოგიას მაღაცი ვარ და მაგიტო გავიში რა შემესელი ვინა აუ ძალიან მეტკინა რა თითი მომაყოლეთ ბატონო ზუიად დამიჟირე ბატონო ზუიად ერთი წუთი გეხოთე რა ვერ შემეჟირე აი რანაირად იქცევა რა ხელი აღარა მაქვს უკვე აუ ხო ვერ მოვიშორე ეს თო შემეში რა გჭირთ ვერ გავიგე ძალიან მეტკინა ეს ხელი იცით უცებ ძალიან ბევრჯერ მომაყოლეთ ანა შევჭამ რა მოდი ნახევარს გაგიღობ შენ რა აი მირთვი რა და აბა მაგრა გადლობ ბატონო ზუიად რა უნდა გითხოთ უკაცრავად ბატონო ერთი წუთი რა უნდა გითხოთ ბატონო ხარებ უბრალოდ ბატონო ზუიად თქვენ ხომ ხარაზიშვილი ხართ და რატომ შეგერქოთ ხარება და არა ხარაზა მე რა ვიცი აგერ ძღოლს კითხეთ კაცო აუ მაგრამ ძღოლი მე ვარ თუ წავედი რა შემეშვი რა არ შეიძლება აი მე რას შვებით ვერ გავიგე ერთი წუთი დამასმევინეთ რა შეკითხვა ეხა რას აპირებთ რა გეგმა გაქვთ არაფერი გეგმა არ მაქვს ეირნობ რა შენთვის რა გამოდი ცივი ჰაერი ჩავყლაბე რა ბატონო ზუიად თქვენ ხომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამსახურის უფროსი ხართ ვინა ვარ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამსახურის უფროსი აუ ჯიგარი ხარ ხო იმ დღეს ვიხსენებდი ჩემ სამსახურს ვერაფრით ვერ გავიხსენე ჩემი აუ როგორ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ეგ არის ჯიგარი აუ შენ მაგარი გოგო ხარ მოდი მაშინ რა ერთი დავლიოთ რა გეხვეწები უარი არ მითხრა რა აგერ ძალიან მაგარი ჭაჭა მაქვს ძალიან მაგარი და დამილიე რა მაგრამ მეორე ჭიქა მოიცა ერთი წუთი რა აგერ ამაში დაგისხავ რა და აგერ დამილიე რა შენი ჭირი რა დავიმარჯოს მოდი ბილ მოგონებებს გაუმარჯოს და რა ვიცი აუ ჩემ მაგარი ზუსმიაკი მაგრად ვიყოთ რა მოაჯახუნე რა მაგრამ ბატონო ზუიად უკაცრავად ერთი წუთი აი გამიშვი რა ბატონო ზუიად მე ძალიან მეტკინა რა შვები ვერ გავიგე რა ხელი მომაყოლე უკვე მე ასედე და მომტყდა რა გამიშვი რა ჩააყოლე მოდი რა ბარემ რა აი ეს ჩააყოლე მიდი რა მიდი რა ეს პეზრაზმელების ბაიოკი შენ ჯიგარო ჩააყოლე რა მიდი რა ჩვენი ბაიოკია რა მიდი მოიტეხე არის და ჯიგარო აი ავედი რა მოდი ბატონო ზუიად უკაცრავად ერთი წუთი ბატონო ზუიად უკაცრავად ერთი წუთი მე რა შვება აი მომანტურია ხელი რა ვიღაცა თქვენიანს მოყვა და მიეცით რა მართლა აი ეს თქვენიანის არის და მიეცით რა გამაგარი რა საკეთ ბატონო ზუიად ერთი წამი მომისი ბატონო ზუიად ერთი წუთი რა საკეთე ბატონო ზუიად უკაცრავად აი ის დავალებებს არასდროს რომ მიხარ გათენდა ცეცხლის მზე აენთო აცურდა დროშები ჩქარა ხელისუფლება ძალიან გაცრუდა და ნამდვილი სახე უკვე ვერ დამალა მივხედოთ ჩქარა თუგი ამ მთავრობამ ხმები მოიპარა არ ღირს გაჩუმება არა და არა გამოდით ხმა მოიღეთ დუმილი კმარა ხალხი დაგავიწყდათ მხოლოდ ერთ კაცს ეტრფით ირგვლივ ჩაიხუთა უკვე მაგრად დაცხა ისე ვერ ხვდებით და იმერულად გეტყვით დაიკარგეთ საცხა ამდენი ხანია მარტო რომ დიდრდებით ხალხს სულ აღარ შერჩა სიცოცხლისთვის ზალა ცარიელი ჯიბით ასე ვერ ვიქნებით გროშები იკმარა ნელ-ნელა დღითი დღე გონებას გვირევდით სულ გამოგვაცალეთ ხალხს მუხლებში ზალა როდესაც მოხვედით სიმინდს დაგვპირდით და გვაჭამეთ ჩალა
ხალხი ქუჩებშია მრავლად გამოსული, რადგან ბატონის წინ თავი არ დახარა, 12 წელია ბევრი იოცნება, ოცნება აკმარა. ხვალ ქვეყნის მომავალს ჩვენ გავაფერადებთ, ნაცრისფერ ფერებში ცხოვრებამ დაგვღალა, გვინდა რომ ბედნიერ სახევს ვხედავდეთ, ევროპა ჩქარა. ილიას სიტყვებს მიაღარ ვეთანხმები, რადგან გავიღვიძეთ მტერმა ვერ გავთვალა, სტრასბურგში დაკიდეთ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშები ჩქარა. ცუდი რეალობის მოწმედი გავხდებით, თუ არ შეიცვლება ამ ქვეყნისთვის რამე, ყველა გაიქცევა და მარტო დავრჩებით, კვლავ მედაღამე, ჯვარს აღარ დაიწერ სიმღავეს მერი, აღარ აენთება ხვალთაწმიდის მთვარე, თუ არ გამოვხიზლდით მარე ჩვენ ვიქნებით ქვეყნის მესაფლავე. ჩემი სამშობლოსთვის სულ მუდამ მეჭირა, კალამი מחვილა და რითმები ფარად, რომ თავისუფალი საქართველოს მიწა მეყაროს მარად. მოდით ერთად დავდგეთ მამულის გულისთვის, ცალ-ცალკე თავის მართლება გმარა, ყველამ ვაფრიალოთ ქართულ ევროპული დროშები ჩქარა. ისევ ავდარია, ისევ ქარია, სიცოცხლე თვალებში, არ გვინდა ღამეში, ზარზულზე ფიქრებით, წინ ვეღარ ვიქნებით, დრო არის მორალის, დრო არის მომავლის, ევროპის სურვილი და ჩვენი წურვილი, ნანადრი უფლება, თავისუფლება. შენ გამიმარჯოს, მეც გამიმარჯოს, ყველას ერთად გავიმარჯოს. ევროპულზე საქართველოსთვის, ვინც სიყვარულით გაისარგოს. შენ გამიმარჯოს, მეც გამიმარჯოს, მთელ ქვეყანას გაუმარჯოს. ყველა ქართველი მამულისათვის, ბოლომდე უნდა გაისარგოს. შეგრული, ხიჟინი მხედრული და ახალგაზრდული ანთებული გული. ერთი იმარჯვებს, მადლობა წინაპრებს, დიდება გმირებს, მამული შვილებს. ბრძოლა გრძელდება, სანამ გათენდება, ჩვენ გვინდა უფლება, თავისუფლება. შენ გამიმარჯოს, მეც გამიმარჯოს, ყველას ერთად გავიმარჯოს. მე დღეს გემშვიდობებით ჩვენ ერთმანეთს ტრადიციულად შევხვდებით თავარ არხზე ერთ კვირაში
აბა თქვენიც. Just keep popping that clutch. After us, no one will get A+. My style is dangerous and I got styles to bust. So I crush for MC, turn them all to dust. And plus, when DJ cuts it and the party nuts, and so it's us, that's right. Hard to touch, electronic so sunny, we got much too much. So I come in, I try not to make a fuss. Never in a rush, I make sure the style is plush. See me at the card table.